წელს პროფესიული საქმიანობის გამო მსოფლიოში 66 ჟურნალისტი მოკლეს, 178 კი პატიმრობაში იმყოფება. საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები რეპორტიორებისთვის ყველაზე საშიში ქვეყნების სიას აქვეყნებენ. 66 ჟურნალისტი მოკლეს, 119 კი მძევლად აიყვანეს მიმდინარე წელს მთელ მსოფლიოში მათი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას. ამ მონაცემებს საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაცია რეპორტიორების საზღვრების გარეშე აქვეყნებს. დღეს ორგანიზაციის ინიციატივით პარიზში ეიფელის კოშკის წინ აქცია გაიმართა. უფლებადამცველება ბანერები გამოფინეს, რომლებზეც მთელ მსოფლიოში მოკლული და გატაცებული ჟურნალისტების სახელები გამოაქვეყნეს. მათ რიცხვს განეკუთვნება ამერიკელი ჯეიმს ფოლი, რომელსაც აგვისტოში ისლამური სახელმწიფოს ბოევიკებმა თავი მოკვეთეს. 2014 წელი ყველას ამერიკელი ჟურნალისტის სიკვდილით დასჯით დაამახსოვრდება. წელს პროფესიული საქმიანობის გამო მთელს მსოფლიოში 66 ჟურნალისტი მოკლეს. 2005 წლის შემდეგ უკანასკნელი 10 წლის მანძილზე მთელს მსოფლიოში სულ 720 ჟურნალისტი დაიღუპა. ეიფელის კოშკთან მოწყობილი აქციით რეპორტიორების საზღვრების გარეშე მსოფლიო საზოგადოების ყურადღების მიქცევას ცდილობენ იმ სისასტიკისადმი, რომელსაც მთელ მსოფლიოში ჟურნალისტების მიმართ იჩენენ. უფლებადამცველები ყურადღებას ერიტრეაში ჟურნალისტებისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დევნაზეც ამახვილებენ. ეს კონტეინერი ყველაზე კარგად ასახავს ციხეში მყოფი ჟურნალისტების მდგომარეობას. მთელს მსოფლიოში სულ 178 ჟურნალისტი იმყოფება პატიმრობაში. ეს რეალობაა, სიტყვის თავისუფლების კუთხით მსოფლიოში ერიტრეა ყველაზე ბოლო ადგილზეა. ამ პატარა აფრიკულ ქვეყანაში 30 ჟურნალისტი ციხეში ან ეგრეთ წოდებულ კონტეინერების ბანაკში იმყოფება, სადაც მათ ხშირად აწამებენ. ამ ქვეყანაში 10,000 პოლიტიკური პატიმარიცაა. დღესვე შვედურმა არასამთავრობო ორგანიზაცია პრეს ემბლე კემპეინმა საკუთარი ანგარიში გამოაქვეყნა. ამ დოკუმენტის მიხედვით მიმდინარე წელს მსოფლიოს მასშტაბით 128 ჟურნალისტი დაიღუპა, მათგან 9 უკრაინაში, რომელთა შორისაც 4 რუსია. ღაზის სექტორში მხოლოდ ივლის-აგვისტოში დაღუპულ ჟურნალისტთა რიცხვი 16-ს აღწევს. რაც შეეხება სირიას, იქ 13 ჟურნალისტი დაიღუპა, მათ შორის არიან ისინიც, რომლებსაც ისლამისტებმა თავი მოკვეთეს. 12 ჟურნალისტი პაკისტანში, 10 კი ერაყში დაიღუპა. ჟურნალისტებისთვის ყველაზე საშიშ ქვეყნებად უკვე რამდენიმე წელია მიჩნეულია სირია, მექსიკა, ერაყი, სომალი, ბრაზილია, ჰონდურასი, ფილიპინები, ინდოეთი და პალესტინა.